ნიშნავს თქვენთვის დღევანდელი დღე და რა დაკარგა საქართველოს? საქართველოს დაკარგა მამა, სულიერი მამა, წინამძღოლი ჩვენი ქვეყნის იმედი, ერის ყველასთვის, ჩვენთვის მტკივნეული დღე არის დღეს. ზოგადად და იქ შეგვემატა ზეციურ საქართველოში მლოცველი და ჩვენს ქვეყანას იქიდან. თქვენი სახით რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პიროვნებას საქართველოს ისტორიაში? ბევრი რაღაცა შეიცვალა უბრალოდ თქვენ თქვათ. ჩვენ ისტორიაში პატრიარქის კურთხევის პერიოდში ეკლესიები იყო ძალიან ცოტა რაოდენობით. ამის შემდეგ აღდგა ტაძრები. ეს კომუნიზმის პერიოდი იყო და ნელ-ნელა ერი მოაქცია, გაამთლიანა და ყველა ის მძიმე პერიოდი ერთს ედგა გვერდში ჩვენი უწმინდე. ჩვენი ერის სულიერი მამა იყო და აი ჩვენ ხედავთ ბოლო დროს რომ თითქმის მილიონი ადამიანი მე მგონი უკვე მოვიდა. როგორ გონიათ აი როგორ შეძლო ილიამ გააკეთოს ისე რომ გააერთიანოს ერი და ასე გულწრფელად მოდის ადამიანი? ორ ჩვენი უწმინდესი იყო და უფალია სიყვარული და ეს სიყვარული იყო. და ერთს როგორც ჩვენ სულიერი მამა გვიყვარდა და ეს იყო ეს სიყვარული და უფლის გზაზე და უფლის გზით გვატარა ერი. 9 საუკუნე. მოსეს არ უტარებია, მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები, ხო? პატრიარქმა 50 წელი გვატარა. ერი რომელიც გაგვიყვანა მე მგონი ბოლოში, მაგრამ ეხაც მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ ზეციური საქართველოსთან მაგის ლოცვა შეგვეწევა. რა ვიცი, მოვედით ჩემ შვილთან ერთად, ძალიან წუხარების დღეა და ვიზიარებთ ამ ყველაფერს. ბავშვი ხო არ არის კათოლიკოსი? არა. რა იგრძენით იმ დროს, როდესაც გაეგეთ რომ გარდაიცვალა? უდიდესი მწუხარება, როგორც ყველა მართლმადიდებელმა ადამიანმა. როგორ გონიათ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პიროვნებას ჩვენს ისტორიაში? უდიდესი. ძალიან მიჭირს და მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ უდიდესი. როგორ გონიათ შემდეგში ილოცებთ სათავსოებელს? კი, რა თქმა უნდა. თქვენ რა თქვათ? კი. ამის ეს ესე იქნება ნამდვილად.